მე ვკითხულობ აი სიმთაწმინდელის მეორე ტომს, სულიერი გამოღვიძება და მე ამ კვირაში ამოვიკითხე ერთი ასეთი ფრაზა. რამდენადაც ვივიწყებთ საკუთარ თავს, იმდენად ვახსოვართ ღმერთს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიცადოთ, რომ საკუთარ თავზე არ ვიფიქროთ იმდენად და შეგვიძლია ვიფიქროთ სხვაზე და უფრო გავახსენდებით ღმერთს და ისაც ჩვენს გვერდით არის ყოველთვის, მაგრამ უფრო დაგვეხმარება. აი ხაი წარმოიდგინეთ, რომ დედას ჰყავს 5 შვილი და ერთ დავშოთ ყველას მიუტანა საკვები. იმ ერთმა აიღო და თავისი ცხებს მისცა. დედა რო ხედავს, რომ ეს მშიერია და ტოვებს შიერს. ხო იზრუნებს ამას. რამდენადაც შენ სხვაზე ზრუნავ და შენი თავი არ გახსოვს. მერე დედა შენზე ზრუნავს. ხვები იცის, რომ დაპყულებულები არიან. აი შენ კი იმის გამო რომ ხვები დააპყურებ, შიერი რო არ დარჩი. დედა შენზეც იზრუნებს. მაგრამ ხშირად ჩვენ ვერ ვენდობთ ღმერთს და ვფიქრობთ, რომ მე რა მექნება. მე რო გავცე, მე რაღა დამრჩება. არ და ღმერთი გიყურებს და თუ გასცემ, შენც გექნება. როგორ ამბობს, გამცემი ხელი არ დაცარიელდება. ხელი, რომელიც აი დაუშვათ შვილი, რომელმაც იცის მოწყალების გაღება, სულ ხვებს აძლევს. დედა ხო იმას უფრო მეც მისცემს. ვისაც მარტო თავისთვის უნდა, იმას ცოტას მისცემს, იმიტომ რომ მას ცოტაც ეყოფა. და ვისაც სხვებისთვისაც უნდა, იმას მეც მისცემს, იმიტომ რომ გასაცემათაც ქონდეს და თავისთვისაც დარჩეს.